ავტობუსის მძღოლზე თავდასხმა ვარკეცილში ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა. მგზავრებით სავსე ავტობუსის მძღოლ შუახნის მამაკაცს, სამი მამაკაცი სავარაუდოდ ვარკეცილის კრიმინალური დაჯგუფების წევრები აუვარდნენ და დაზიანებები ჯგუფურად მიაყენეს. ნაცემი მამაკაცი დღეს სამსახურში არ გამოჩენილა. ფაქტს მერიის უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ერთობლივად სწავლობენ. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ადგილზე დასაქმებულ კოლეგამ მძღოლებს აქვთ ეჭვი და ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა მძღოლს ფულის გამოგზავრების მიზნით დაესხნენ თავს. სამი ბიჭი დახვედრია და კონფლიქტი მოსულია, რა ვიცი, რაზე დახვდნენ? თუ მგზავრები? არა, დახვედრია. სად მოხდა? კუბანში? კვარტეტილში. უბნელები იყვნენ სავარაუდოდ, ხო ადგილობრივები? და რა საერთოდ? არ ვიცი, შელაპარაკება მომხდარა რაღაცა და მერე ერთმანეთში რა მასახნეს რა კონფლიქტი მოხდა და მერე დამოკრებია ის ვიღაცა ერთი ყოფილი. ხო და ეს ხო წავიდა თავის გზაზე რომ დატრიალდა, რომ დაბრუნდა უკან და ახვედრა კიდე ვიღაცა ორი მოიყვანა და მან მოხდა უკვე შიგნით ავტობუსში. გამთილით გავიგეს და ეს ბიჭი მოვიდა. კამერები ხომ მუშაობს, ფუნქციონირებს? ნუ ხალხის იმედა ნის მძღოლზე თავდასხმის ფაქტი ასახეს ავტობუსში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა. ყველა კამერა ამოღებულია, გაშიფრულია ყველა თავდასხმელი, რომელიც შუახნის მამაკაცზე ავტობუსის მძღოლზე ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობდა. თვითმფრინავები გვაუბნებიან, რომ სამივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ამ დრომდე უწყებაში არ ამბობენ, რა ბედი ეწიათ თავდამსხმელებს დაადეს თუ არა ხელმორგული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.